დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენთაგან მაიცით ბულგარელი ნათელმხილველის ვანგას შესახებ, ბევრი ქსმენიათ, ბევრი ოფიციალური დოკუმენტებითა და არქივების გამოყენებით, ის რომ მან იწინასწარმეტყველა ტყუპების ტერაქტი, იწინასწარმეტყველა კურსკის ჩაძირვა, 2020-ში რაღაც ცუდი და არასასურველი კაცობრიობისთვის ვირუსი და ორად გაყოფა თანამედროვე სამყაროსი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მე ხარ რის შესახებაც მინდა გიამბოთ, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ეს გავრცელებული არ არის, უბრალოდ ეს ინფორმაცია ჩამივარდა ხელთ და არ მინდოდა რომ ეს თქვენი ყურადღების მიღმა დარჩენილიყო, ეს არ არის უბრალოდ წინასწარმეტყველება ვანგასი, სხვა შორის ამ თემასთან დაკავშირებით ზუსტად აი ესეთ ლაიტმოტივს ავლებს მატრონა მოსკოვილიც და მინდა აი ამ მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებაზე დაგესალაპარაკოთ, რომელიც 33 წლის წინ მან თავის ნათესავს კრასიმირა სტაიანოვას უკარნახა და გასაიდუმლოებული იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. ის იყო დაწერილი უბრალოდ საბავშვო რველში და ამ ქალბატონმა კრასიმირამ ფიციც კი მიცა დეიდას, რომ არასოდეს ვადაზე ადრე, უფრო სწორად, არ გაახმოვანებდა აღნიშნულ ანდერსს. ანდერსიც არა, უბრალოდ რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება, რომელიც 2026 წლის 12 აპრილს ეძღვნებოდა და ეს თარიღი ალბათ უკვე გეცნოთ, მართლმადიდებლური აღდგომა გახლავთ, სადღაც თებერვლის თვეში, ამა წლის თებერვლის თვეში, ეს ძალიან მკაცრად გასაიდუმლებული, სხვა შორის ვანგას მშობლიურ სოფელში პეტრიჩში, მის ასევე მშობლიურ სახლში, სარდაფში იყო შენახული, სკივში, გაიხსნა და ეხლა, ასე ვთქვათ, გახდა ცნობილი. ალბათ ეხლა ძალიან გაინტერესებს რა ხდება იქ, ეს არ არის 1-2-3 ადამიანისთვის განკუთვნილი, არამედ კონკრეტული ქვეყნისთვის, ეს არის მთელი კაცობრიობისათვის გაკეთებული, ასე ვთქვათ, ანალიზი, რომელიც როგორც ამბობენ, ეს რვეული წერის დროს ცრემლით იყო დანამული, თავად ვინც ამ ყველაფერს იწერდა. ძალიან გრძნობიერია, მინდა გითხრათ და ყურადღებით მომისმინეთ, რომ არაფერი არ გამომჩეს, ჩემო კარგო ადამიანებმა უცილებლად უნდა წაგიკითხოთ. ეს არის, ასე ვთქვათ, გასული კაცობრიობის გასული განვლილი ისტორიის ბოლო მართლმადიდებლური აღდგომა, რომლის შემდეგაც უკვე აბსოლუტურად სხვანაირად მოგეჩვენებათ სამყარო და ეს ასეც იქნება. მოკლედ ასე ბოლო მძგებზე, ანუ ბოლო კვირაზე არის საუბარი. და აი აქ ესეთი რაღაცა წერია, გაშიფრული ყოველი დღე, ანუ ნებისკვირის ყოველი დღე და თქვენის ნებართვით წავიკითხავ და ბოლოს აუცილებლად შევჯამდებით ორშაბათი ეჭვების დღე. ადამიანები იგრძნობენ, რომ ჰაერი და ცა შეიცვალა. ბევრი გადაწყვიტავს, რომ ეს მათი წარმოდგენაა, მაგრამ ისინი ცდებიან. სამშაბათი მანქანების დუმილის დღე, ტექნიკა მწყობრიდან გამოვა, ტელეფონები, ტელევიზორები, კომპიუტერები, ყველაფერი რაც ხალხს აკავშირებს, შეიზღუდება, ნაწილობრივ შეიზღუდება, გარკვეულწილად ესეც წარმოქმნის განგაშის საფუძველს. გადავიდეთ 4 შაბათზე, ჩემო კარგო ადამიანებო, ეს არის შერების დღეთ დასახელებული, ადამიანები შეწყვიტავენ ერთმანეთის გაგებას. არა იმიტომ, რომ სხვადასხვა ენაზე ისაუბრებენ, სიტყვები დაკარგავს აზრს, ქმარი ვერ გაუგებს ცოლს, დედა შვილს, მეგობრები უცხოები გახდებიან ერთმანეთისათვის. 5 შაბათი. ეს შიშის დღე არის, ასე ვთქვათ, მიჩნეული 3 დღე, რაც გროვდებოდა, ყველაფერი გამოდის გარეთ. ცარიელი მაღაზიები, ხალხით სავსე ქუჩები, რომელმაც ადამიანებით სავსე, ასე ვთქვათ, ქალაქები, სოფლები და ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან თუ სად და რატომ მიდიან. ვინც სულით სუსტია, ამ დღეს წდებიან, საუბარია 5 შაბათზე. გადავიდეთ პარასკევი, სიბნელის დღედ არის წოდებული, არა ფიზიკური, თუმცა ესეც შესაძლებელია. უფრო სულიერზე აქცენტი გაკეთებული. ადამიანები დარჩებიან საკუთარ ცოდვებთან, რაც იმალებოდა, რის გამოც სხვენოდათ ამოდის ზემოთ. სარკე, რომელშიც არავის სურს ჩახედვა, მაგრამ მოუწევთ.
შაბათი სიჩუმის დღეა. ასეთი სიჩუმი არ იყო სამყაროს დასაბამიდან. მიწა დადუმდება, ქარი ჩადგება, ჩიტები გაჩუმდებიან, ხალხს შეეშინდებათ სუნთქვის. ეს იქნება ისტორიაში ყველაზე გრძელი დღე. 24 საათი, რომელიც მარადიულობად მოგეჩვენებათ. განთიადი აღდგომის რიჟრაში. აი ამ დროს გაიღება კარიბჭე. ეს იქნება ძველი და ახალი სამყაროს შორის არსებული კარი. ყველა ადამიანი დედამიწაზე გაივლის ამ კარიბჭეს, მაგრამ ყველა ერთნაირად ვერა. ვისაც შევა სინათლეში, ვიღაც შევა სიბნელეში. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ და რით მივლიან კარიბჭესთან. სიყვარულით თუ შიშით. სუფთა გულით თუ ცოდვების ტვირთით. ეს არის ძველი სამყაროს დასასრული, ძველი წესრიგის, ძველი წესების წერტილი, ფინალი. სამყარო არ დასრულდება, ამბობს ვანგა, ის რადიკალურად შეიცვლება. ვინც ამისათვის მზად არ იქნება, ეს მათი აღსასრულია. ისინი დარჩებიან წარსულში, როცა მთელი კაცობრიობა გადააბიჯებს მომავალში. ახალი სამყარო იქნება უკეთესი, ვიდრე ის ძველი იყო. ვინც ღირსი იქნება, ვინც მზადაა, მოიმზადეთ. ალბათ ახლა მიხვდით, რომ რაღაცა შინადგანად, როცა აი ამ ტექსტს ისმენდი, რომელიც სიტყვას გადმოგეცით თქვენ, არაფერი იმპროვიზირებული არ იყო, ყველა რაღაცნაირ პანიკაში ჩავარდით, ხო ასე? ალბათ იმასაც ფიქრობთ, რა არის ეს კარიბჭე, საწავოთ ყველანი ერთად აღდგომის რიჟრაშზე, მაგრამ ამ კარიბჭეს ხილულად ნურავინ დაელოდებით, ვერსად ვერ მოძებნით. ეს კარიბჭე იქნება ჩვენში, შიგნით, ჩემო კარგო ადამიანებო. ვიყოთ გულწრფელი და მივიდეთ იქ, ზუსტად იმით, რაც გვაქვს გულში. ეს არის წყენა, შიში, ბოროტება, ან სუფთა გული. აბსოლუტურად თავისუფალი ზემოთ ჩამოთვლილი შეგრძნებებისაგან. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვხვდეთ ამ სინათლეში, აქვე ზუსტად ვიცი, ამ კითხვასაც დასვამთ. ამოისუნთქე ახლა ღრმად, ჩემთან ერთად და ყველაფერი, რაც ნერვებს გიშლიდა, რაც ცუდი იყო, დატოვე წარსულში. აი მაღალი ხალხო, ვიბრაცია, გადადით სინათლეში, როცა არასდროს არ გჭირდებოდათ საკუთარი თავის მოხმობა და რაღაცებზე დაბეჭდება, აი ამ მომენტისათვის დადგა ეს დრო, მოიხმოთ თქვენი შინაგანი სურვილების ყველაზე მაღალი განსახიერება, ყველაზე დიდი მოთხოვნა და ყველაზე დიდი მიღწევა. გავთავისუფლდეთ ბოროტებისგან, გავთავისუფლდეთ წყენებისგან და სუფთა გულით შევხედოთ იმ ყველაფერს, მადლიერებით შევხედოთ ყველაფერს, რაც არის, ვიფიქროთ სხვებზეც, თვითონ არსი რომ ცოცხლები ხართ, რომ წვანეს უყურებთ, რომ სუნთქვათ, რომ გესმით ჭიდების ჭიკჭიკი თქვენი შვილების ხმა, შვილიშვილების ჟღურტული, გესმით ყველაფერი ის, რაც სასიცოცხლო სიგნალს გამოცემს, ეს უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ ხართ ბედნიერი, ვიქნებით უმადურები და ამ სიცოცხლის ყოველი ფასისა და წუთის დაფასებას გეუბნებიან. ძალიან მარტივია თითქოს ერთი შეხედვით, მაგრამ როცა საქმეზე მიდგება, აი პირადად მე, შემეკითხეთ, რა სიზამთეა? ამ ყველაზე რთულ კვირაში, რომელსაც ამის 30 წელია ხალხო, პირადად მე ვინახავ და ჩემაც მეგობრებმა იციან, ძველებმა და ახლებმაც, რომ ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე საოცარი, ყველაზე უცნაური, ყველაზე მკაცრი, ყველაზე სულიერი, დასერვითი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ფაქტები ხდება და ეს განსაცდელები იმდენად ცუდად მხდის იმ მომენტისათვის, სანამ ეს ერთი კვირა, გარდა იმისა, რომ მძიმე მარხვაზე ვარ, ბევრი, ასე ვთქვათ, კითხვის ბადებს, მაგრამ გადის დრო და ამ კითხვებზე პასუხი უკვე ეცემა. მიდიან ის ადამიანები, ტკივილით, ცრემლით ჩემგან, ვინც ესეთ არ უნდა წასულიყო, იმ დროს ასე ვფიქრობ, მაგრამ ისინი ვერასოდეს ვეღარ ბრუნდებიან ჩემს ცხოვრებაში და წესით არც უნდა დაბრუნდნენ. მიხარია რომ უსმენთ ამ ვიდეოს, გადაიზერეთ, უთხრეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ეს თქვენ უდიდეს ზემოთ ჩამოთვლილ მადლში ჩაგეცვლებათ. ძალიან მიყვარხარ
ბრავოს დაისწარი ჩვენ